კვარადონა, მარადონას მემკვიდრე ახალ სხეულში, როდესაც სტადიონზე, რომელსაც დიეგო არმანდო მარადონას სახელი ჰქვია, ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას ეცემა, ტრიბუნები ჩერდება. და შემდეგ, აფეთქება. რადგან ის აკეთებს იმავეს, რაც ნეაპოლში მხოლოდ ერთხელ ნახეს, მარადონას ცოცხლად ყოფნის დროს. ხვიჩას კვარადონა უწოდეს. ეს უბრალოდ სიტყვებით თამაში არ არის. ეს ნიშანია. აღიარება. თითქოს მარადონას სული გაცოცხლდა ქართველ ვინგერში. დიეგოს მსგავსად კვარაცხელია არ თამაშობს წესებით. ის თვითონ ქმნის მომენტებს. მისი დრიბლინგი ქაოტურია, მკვეთრი და ჯადოსნური. მას შეუძლია სამ მოწინააღმდეგეს გაუძვრეს მხოლოდ სიჩქარის შეცვლით. შეუძლია ისეთი პასი გააკეთოს, რომელსაც არავინ ელოდება. და შემდეგ გაიტანოს გოლი ისეთ, თითქოს სცენარი წინასწარ დაწერილი იყო. რიო ფერდინანდმა თქვა, ის აკეთებს ისეთ რამეს ბურთით, რასაც ადრე მხოლოდ უოდლი ახერხებდა. დღეს მხოლოდ მარადონა, უკვე პირველივე სეზონში ნაპოლიში ხვიჩამ სტატისტიკა აჩვენა, რომელიც ლეგენდისთვისაა შესაფერისი, 14 გოლი და 17 საგოლე პასი. მაგრამ ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ეს რიტმია, რომლითაც ნეაპოლის გულიც ხელახლა აცგერდა. ფაბიო კაპელომ პირდაპირ თქვა, კვარაცხელია თამაშობს სულით. ზუსტად ისე, როგორც ადრე მარადონა თამაშობდა, კანავარომაც დაამატა, ის უბრალოდ არ დარბის. ის ბურთს აყოლებს მელოდიას, დიახ, ისინი განსხვავდებიან. მარადონა თავისი დროის საკულტო ფიგურა იყო. ხვიჩა, ახალი თაობის გმირია. მაგრამ მათ შორის რაღაც საერთოა. რაღაც მნიშვნელოვანი. ისინი ორივენი, ქუჩის ჯადოქრები არიან. ორივე, მე ამბოხე ბურთით ხელში. და ორივე, ცოცხალი დადასტურება იმისა, რომ ფეხბურთი ხელოვნებაა. სწორედ ამიტომ დაუჯერა ნეაპოლმა ხელახლა. სწორედ ამიტომ ზეიმობს საქართველო. რადგან ისევ გამოჩნდა მოთამაშე, ვისთვისაც ღირს ტელევიზორის ჩართვა. ხელახლა დაბრუნდა მაგია. ხელახლა დაიბადა კვარადონა.